18 წლამდე ონკოპროგრამა ხორციელდება საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ. სამედიცინო სერვისები იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები იფარება ფონდის კერძო შემოწირულობებიდან. უცხოეთში სერვისის მიღებასთან ერთად ასევე შესაძლებელია პაციენტებს შეუძლიათ სრული კურსი გაიარონ საქართველოს შესაბამისი პროფილის კლინიკებში, როგორც დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე მკურნალობის სრული კურსი. მე ვარ დანიელე ვიერიძე, 7 წლის. ექიმები ყველაზე მეტ მოვეწონა. იმიტომ რომ მეთამაშებოდნენ. მეგობრებთან თამაშობდი, ხატავდი, ხან ტელეფონში ვუყურებდი და ეგრე. ხან ტელევიზორს. ლილე 2 თვის იყო, როდესაც პირველად აღმოუჩინეთ მეტასტაზური პრობლემები, სიმსივნური პრობლემები. წავედით თურქეთის ანადოლის კლინიკაში. ვიყავით 6 თვე, ჩვენი მკურნალობა გაგრძელდა 6 თვის განმავლობაში. სრულად ყველაფერი დაგვიფინანსდა, მაღალი სტანდარტებით კეთდებოდა ლილეს მკურნალობა, ექიმის მომსახურეობა. ეხლა ვართ კონტროლის ეტაპზე, დავდივართ 6 თვეში ერთხელ, მესამე კონტროლზე ვიყავით. ყველაფერი სტაბილურად არის, ჩვენი ექიმი სიმსივნურ მეტასტაზებს აღარ განიხილავს, უჯრედებს. ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. ჩვენს ქვეყანაში რაც კი ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროგრამა. რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ეკატერინეს 6 წლის ასაკში შარშან დაუდგინდა თავის ტვინის ავთვისებიანი სივსივნე. სასწრაფო ოპერაცია იქნა გაკეთებული იაშვილის კლინიკაში. შემდგომ მივიღეთ კონსულტაციები ონკოლოგებისგან, რომ 10 დღის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო მკურნალობა. ჩვენ სოლიდარობის ფონდს მიმართეთ დახმარებისთვის. რა დღეში გაგვეცა სასწრაფოდ პასუხი აჯიბადემის კლინიკიდან. ჩვენ უკვე 11 დღეში ვიყავით აჯიბადემის კლინიკაში. სწრაფად მოახდინა სოლიდარობის ფონდმა რეაგირება ამაზე და სწრაფი რეაგირება მოგცა ეფექტური განკურნება. ჩვენ რა გზაც გავიარეთ, ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ ნახევარზე მეტი სახელმწიფომ გაიარა ჩვენთან ერთად და სახელმწიფომ შეგვიფსუბუქა ეს გზები.